გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკის მოსახლეობა მიწის გარეშე რჩება. ისინი საარსებო და შემოსავლის მთავარ წყაროს, სოფლის ერთადერთ საძოვარს კარგავენ. ეს მინდორი 59 ჰექტარია. ადგილობრივები მას საძოვრად იყენებენ. სახელმწიფო კი მის გასხვისებას აპირებს. Проблема в том, что, знаете как, то, что бизнесмен свое решение делает, да, там... ჩვენ გვაწუხებს, რომ ბიზნესმენი თავის გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის ჩვენი სოფლის ერთადერთი საძოვარი. აქ არის 59 ჰექტარი. ჩვენ გვყავს მინიმუმ 500 მსხვილფეხა ცხოველი, რომელთათვისაც ეს საძოვარი საერთოდ არ არის საკმარისი და ამის წართმევაც უნდათ. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ეს არის ხალხი, რომელსაც თავი მხოლოდ რძის ნაწარმის გაყიდვით გააქვს. ამიწას თუ გაყიდიან, მათ აღარაფერი აღარ დარჩებათ. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია საძოვრის გაყიდვის შესახებ, სოფელ ბირკინის მოსახლეობამ წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, ქვემო ქართლის რწმუნებულს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს. მოსახლეობა ოფიციალურ პირებს სოფელში არსებული საძოვრის დაცვას თხოვს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათ არსებობაზე. პასუხი ჯერჯერობით არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ. მერიამ და ყველა მიცის, რომ ეს საძოვარი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოჯახში 2-3 ცხოველი მაინც გვყავს. ამას თუ წაგვართმევენ, რითი უნდა ვიცხოვროთ? აქ პენსიონერები ვართ, უმეტესობა არ ვმუშაობთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ თუ საძოვრებს წაგვართმევენ და ძროხების გამოყვებას ვერ შევძლებთ. მოვიდა ბიზნესმენი და გამოაცხადა, რომ მზის პანელების დაყენება უნდა. ბირლიკის მოსახლეობის თქმით, დაინტერესებული პირი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძეა. ის სოფელში მიწის სანახავად ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენელთან ერთად ორჯერ იყო მისული. როგორც ცნობილია, საძოვრის ადგილას მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება. ადგილობრივებს ეჭვიაქვთ, რომ გიორგაძის უკან მთავრობა და გარდაბნის კლანი დგას. 2006 წელს თვითმმართველობამ გადმოგცა ეს მიწა როგორც საძოვარი. სამწუხაროდ მაშინაც როგორც საძოვარი ისე არ გაფორმდა ეს ნაკვეთი. დაახლოებით 1 თვის წინ მოვიდა ვიღაც ბიზნესმენი გიორგაძე და განაცხადა, რომ ამ მიწის შეძენა სურდა. ჩვენ უარი განვაცხადეთ და ავუხსენით, რომ ეს მიწა ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მეორეჯერ მოვიდა უკვე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველამ დაინახოს, არ ვაპირებთ შეგუებას თუ ვინმე დააპირებს ამ მიწის ნაკვეთის გასხვისებას. ჩვენ ყველანაირ წინაღობას ვიხმართ, რომ არანაირი მშენებლობა არ დაიწყოს. გავაპროტესტებთ ბოლომდე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას. გარდაბანში კლანურ მმართველობაზე საუბრობს ტოფიკ მასიმოვიც. 68 წლის ფერმერი ასახელებს ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით მთელი გარდაბნის დაუფლება სურთ. Это Салаван Мирзаев, это депутат, мафиозник. სალავან მირზოევი დეპუტატი მაფიოზი ის სამირთან მუშაობს. მისი მამაც საკრებულოში მუშაობს. მისი ძმა მერის მოადგილეა. თავადის პარლამენტის დეპუტატია. დაჯგუფებაა ერთი, სალავანის მეორე სამირის. ისინი აქ რასაც უნდა იმას აკეთებენ. Они здесь что хотят, то делают. თოფიკ მასიმოვი წლებია ამ მიწაზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ახორციელებს. ყავს 24 მსხვილფეხა ცხოველი და ვაჭრობს რძის ნაწარმით. მან დაახლოებით 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2001 წელს შეიძინა. 2017 წელს კი გვერდით არსებული 3 ჰექტარი მიწის ფართობი 15 წლის ვადით იჯარით აიღო. იმის გამო, რომ წლებია ამ მიწაზე თავად საქმიანობს, ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თხოვნით მიმართა. Вот это я в течение 7 лет эту землю использую. 7 წელია ამ მიწას ვიყენებ, მყავს ძროხები, კამეჩები, რძის პროდუქტს ვაბარებ. ამ ყველაფრით ოჯახს ვინახავ და ვისაც შემიძლია ისე ვეხმარები. ეკონომიკის სამინისტროში მითხრეს, რომ არის კანონი, რომლის მიხედვითაც მე როგორც ამ მიწის მომხმარებელი შემიძლია საკუთრებად ვაქციო. თუმცა მჭირდება ცნობა მუნიციპალიტეტიდან, რომ მართლა ვაწარმოებ ამ მიწაზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. რამდენიმე თვეა მერიიდან ამ საბუთს ველოდები, არ მაძლევენ, მემალებიან, არ მხვდებიან. ერთ საღამოს როცა აქ ვიყავი, მოვიდა სამირ ხიალოვი. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვკითხე, რატომ მაწვალებთ, მომეცით ცნობა. მან მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა ისეთ ადამიანს, რომელიც ახლა არანაირი თანამდებობის პირი არ არის, უბრალოდ გავლენები აქვს, ეს გარდაბანში ყველა მიცის. წავიდე, ჩვენთან საუბარი უნდაო, რატომ უნდა წავსულიყავი, როცა მე უკვე განცხადება დაწერილი მქონდა. უთხარი ეთქვა დღიად რა უნდოდათ ჩემგან, მითხრა, რომ სხვებს ნუ ველაპარაკები.
გარდაბნის მერიაში მრავალი მცდელობის მიუხედავად პასუხი მას დღემდე არ მიუღია. ტოპიკ მასიმოვი ვარაუდობს, რომ მიწას თვალი კლანმა დაადგა და მისი შესყიდვისთვის საჭირო ცნობას ამიტომ არ აძლევენ. ის კლანის წევრებად საკრებულოს პირველ მოადგილეს Самир Хияловს და მის გარემოცვას მოიხსენიებს. Со временем, да, сколько лет я в Кардабане живу, такие вот не были никогда. რამდენი წელია მე გარდაბანში ვცხოვრობ, ასეთი ხალხი არასდროს არ ყოფილა. ეს არის დაჯგუფება, ისინი ხალხს ატერორებენ, აშინებენ. Они людей конкретно терроризуют, ну, пугают. ჩვენ კლანის ინტერესის გაჩენის სხვა ალტერნატივა დავინახეთ. ტოფიკ მასიმოვის კუთვნილი მიწიდან რამდენიმე მეტრში რკინი გზა გადის. ასევე მდებარეობს ნავთობ კომპანია Connect-ის ცენტრალური ბაზა, საცავი და ბენზინგასამართი სადგური. შესაბამისად, შესაძლებელია ტერიტორიის სარფიანად გამოყენება. არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანებს, ვიზედაც ადგილობრივები მიუთითებენ, სწორედ ეს ინტერესი აქვთ. ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თბილწყაროს დასახლებაში მთავარი საძოვარია მოსახლეობისთვის საკვანძო მნიშვნელობის და დატვირთვის. 76 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ უკვე გაასხვისა და მოსახლეობას მთავარი საარსებო წყარო გამოაცალა. მოსახლეობამ გაიგო, რომ მათი საძოვარი მიწა, ეს 76 ჰექტარი აუქციონის წესით უნდა გასხვისებულიყო. რაზედაც, როდესაც დაიწყეს პრეტენზიები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა თქვა, რომ თითქოს და ეს შეწყდა, ეს აუქციონი არ გასხვისდება ეს საძოვარი მიწა, მაგრამ 6 ოქტომბერს ეს მიწა უკვე გასხვისებული იყო. ტერიტორიის 100%-იანი წილის მფლობელი შეპესე კესებერგ ინვესტმენტია, რომლის დირექტორი უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია. კარიჭაშვილი უკრაინის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად ბიზნეს კავშირების გამო სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ადგილობრივები ისედაც უმუშევრები არიან, ის ერთადერთი საძოვარი და ის ერთადერთი საქონელი, რომლითაც ინახავდნენ ოჯახს, ფაქტიურად ამასაც ართმევენ ამ ადამიანებს. მოსახლეობისთვის დღესდღეობით და მათ შორის ჩემთვისაც უცნობი არის თუ რას აპირებს ამ ხელა ტერიტორია. საკრებულოს პირველი მოადგილისა და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის გიორგი სინჯიკაშვილის კლანთან არის დაკავშირებული გარდაბნის ცენტრში არსებული მაღაზიების მითვისების მცდელობაც. ზავით ბაირამოვი და ფარიმან თაგიევი 2005 წლიდან აქ საქმიანობენ. რამდენიმე თვის წინ კი ეს ტერიტორია მათი გაფრთხილების გარეშე გასხვისდა. ეს მაღაზია საკუთარი სახსრებით ავაშენეთ და მოვაწყვეთ. ეს იყო მიწა, ძალიან დიდი თანხები ჩავდეთ ამის მოწყობაში. 20 წელზე მეტია აქ საქმიანობ და ოჯახებს ვინახავთ. 2020 წელს როცა იჯარა გვიმთავრდებოდა, ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა იმის თაობაზე, რომ იჯარის შემდეგ ეს 20 კვადრატი საკუთრებაში მოგვექცია. ჩვენ შევხვდით გიორგი სინჯიკაშვილს მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ თანამდებობის პირი იყო და დახმარებას დაგვპირდა. იყო უამრავი შეხვედრა, თუმცა ჩვენს პრობლემას არავინ წყვეტდა. ერთხელ ისიც მითხრეს, იცით თქვენ სად გაქვთ მაღაზია ლოს-ანჯელესის ცენტრშიო. ამ დროს მივხვდი, რომ მათ საკუთარი ინტერესები ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე. რამდენიმე წლიანი მცდელობისა და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან დაპირების მიუხედავად, მიწის მფლობელი მახარე ჯამრიშვილი გახდა. ბაირამოვი და თაგიევი ამბობენ, რომ ჯამრიშვილი გიორგი სინჯიკაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამირ ხიალოვის მფარველობით მოქმედებს. Наверное, точно это. Кто интерес был? რამდენჯერაც წავედით შესახვედრად, რეგისტრატურაში გვითხრეს, რომ არ არიან ობიექტებზე არიან და მუშაობენ. უნდა გითხრას რა მოხდა და რატომ გვაძლევენ ტყუილ დაპირებას. წლები ამ ადგილისთვის გადასახადებს ვიხდით, მუშაობთ, ოჯახებს ვინახავთ. მე მთელი ქონება ამ მაღაზიაში ჩავდე და ამით ვსაზრდოობთ. მე მეტი არაფერი გამაჩნია. ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტს და გიორგი სინჯიკაშვილსაც შევხვდით. მან გითხრა, რომ ჩვენ შეგვიძლია აქ მუშაობა 2030 წლამდე და არავინ არ შეგვეხებოდა. თანაც სინჯიკაშვილმა ხომ მოგცათ სიტყვაო. ჩვენ დაუჯერეთ ვიფიქრეთ, რომ რადგან ადამიანი დაგვპირდა, ის შეასრულებს, მაგრამ აუქციონი ისე ჩატარდა და გაიყიდა მიწა, არავინ გაგვაფრთხილა. ვინც ეს მიწა იყიდა, არის გიორგი სინჯიკაშვილის ახლო მეგობარი. მე აქედან არ გამოვალ, არ ვიცი რა იქნება შემდეგ. მე არაფერი არ მაქვს მეტი. ჩვენ გარდაბნის საკრებულოსა და მერიას მივმართეთ. შევეცადეთ ხელმძღვანელებს შევხვედროდით, თუმცა არც ერთ დაწესებულებაში პასუხისმგებელი პირი არ დაგვხვდა. ის ნახევარი. იყვნენ და წავიდნენ. გასვლა უწევთ ხოლმე გადიან. და აღარ ბრუნდებიან? 5-ის ნახევარია 6 საათზე მთავრდება სამუშაო, რა ვიცი. ხო, 1 საათი ნახევარია სამუშაოს დასრულებამდე. სოფლებში გადიან ხოლმე მოსახლეობასთან.